მოგესალმებით. მეც ერთ დროს თქვენნაირი ვიყავ. მე ამბოხე, სამართლიანობისთვის მებრძოლი. თუმცა ვინ ვარ დღეს? ადამიანი, რომელიც საკუთარ სახესაც მალავს. მივესალმები ყველა აქტიურ ახალგაზრდას. მაგრამ ვერ მივესალმები მათ გაუაზრებელ ქმედებებს. ისტორია მეორდება. დღევანდელი სტუდენტობითაც ისევე მანიპულირებენ, როგორც ერთ დროს ჩემით. გული მწყდება ადამიანურად. კმარელი ვარ და ვამბობ კმარა. კმარა პოლიტიკური მიზნებისთვის სტუდენტების გამოყენება. კმარა ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი ქაოსი. კმარა საზოგადოების შესწომაში შეყვანა და საბოლოო ჯამში კმარა ჩაკეტილ წრეზე სიარული. და თუ მაინც ვერ ხედავთ, მაშინ მე მოგიყვებით რა კმარა. ყველაფერი ისევ კმარათი იწყება. იცვლება მხოლოდ სახეები და სახელები. რა მითამითად მოდიხარ? კმარა! მაგრამ არ იცვლება ჯინ შარპის სტრატეგია და ტექნიკა, რომელიც 21 საუკუნეში ქართველი რევოლუციონერების და რევანშისტების ბიბლიად იქცა. ერთი გამონაკლისით არაძალადობრივი წინააღმდეგობის თანამედროვე მაკიაველის მეთოდებს დიქტატურასთან საბრძოლველად ჩვენთან დღესაც ხელისუფლებაში მოსასვლელად იყენებენ. შარპის ტაქტიკაზე თავის დროზე ჩვენ კმარელები თავისუფლების ინსტიტუტმა დაგვაყენა. მაშინ ავიტაცეთ რა თქმა უნდა და შეიქმნა კმარაც. ყველანი ვისაც გიდათ კონკრეტული კითხვა რო დაისვას საიდან გამოვიდეს ეს კონკრეტული ზოგადად შეგვიძლია თქვა რომ არის ხალხი ვისაც აღელვებს დემოკრატიის ბედი და გვეხმარება და კონკრეტულად ვინ გვეხმარება როდესაც დემოკრატია გაიმარჯვებს იმის მერე გამოაცხადებთ კიდევაც დღეს არ გვინდა იმ ხალხს დამატებითი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რომელიც ვიცით როგორ მოექცევა მოქმედებდით ზუსტად შარპის მეთოდებით რაც გულისხმობდა გამოსაზღვრა მაშინდელი სახელმწიფოს საყრდენი წერტილი, ძალოვანი სტრუქტურები, დაგვესუსტებინა და დამანგრეველი დარტყმები მივეყენებინა მისთვის. იქვე გვითხრეს, ვინ შეიძლებოდა დამხდარიყო ჩვენი მთავარი მოკავშირე. ესენი იყვნენ მუდამოუკმაყოფილო მუშები, ტაქსისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ბიზნეს წრეები და ჩვენ, როგორც ახალგაზრდები. ჩვენმა მოძრაობამ გაამართლა და დასახულ მიზნებსაც მივაღწიეთ. ჩემი ხალხისათვის არასდროს მიღალატია და ეხლაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია პრეზიდენტი გადადგეს. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩვენი მიზანი. ეს მიზანი სხვებმა დაგვისახეს, რასაც სამწუხაროდ მაშინვე ვერ მიხვდით და როდესაც კმარელებს კმარას ოფისიც ხვირწინ მოგვიჯახუნეს, მაშინ გავაანალიზეთ რეალურად რა ხდებოდა. თავისუფლების ინსტიტუტისა და კმარას სულის ჩამდგენებზე საუბარს არ დავიწყებ. თუმცა მაინც მინდა განვაცხადო, რომ ეს ადამიანები დღესაც აქტიურად არიან ჩართული მიწისქვეშა პოლიტიკის წარმოებაში. 2020 წლამდე მინდა რომ ტაბულა იყოს ჩემი საქმე. 2020 წელს მოვიგებ არჩევნებს ნებისმიერ რეგიონში. ისინი ჩემსავით მალავენ სახეს, რადგან მათი სახეები მახინჯ რეჟიმთან ასოცირდება და სტუდენტების პირით ლაპარაკობენ. დღეს სტუდენტობა იგივე გზას გადის რეალურად, რაც თავის დროზე კმარამ გაიარა.
დარწმუნებული ვარ, ისინიც ებრძვიან სისტემას, მაგრამ შინაგანად განიცდიან ორგანიზაციულ კრიზისს, რომელიც ჰორიზონტალურ მენეჯმენტს მოაქვს თავის დაუნებურად. დარწმუნებული ვარ, მათაც არ იციან, საიდან მოდის ფული. დარწმუნებული ვარ, უხარია, რომ ჩემი ყოფილი თანამდებობები მათი შექმნილი ეჯერებით ხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ. და ზუსტად ვიცი, რომ მათ წინ ძალიან დიდი იმედგაცრუება ეუბნებათ, სამაგიეროდ გამართულება იმათი იმედები და მოედნები, ვინც მათ უკან დგას და რეალურად პროცესებს მართავს. ჩვენ როგორიც ვერ დაუშლით იმას, რომ კონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ჟურნალისტები ვარ! იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში ჩვენ დაუნებურად მოვიყვანეთ, ჰქონდა ასეთი სტრატეგია: აბსოლუტური კონტროლი სტუდენტებზე, სტუდკავშირები ჩვენი მეშვეობით ჩაანაცვლეს მთავრობაზე მორგებული სტუდენტური თვითმმართველობებით და თვითონვე შეუქმნეს საპირწონე ოპოზიცია, ლაბორატორია 1918-ის სახით, რასაც ორი მიზანი ჰქონდა. პირველი, ხელოვნური კონკურენციის საფუძველზე ორივე მხარე მუდმივ ტონუსში უნდა ყოფილიყო და მეორე, დაზღვეულიყო სტუდენტური თვითმმართველობის ჩანაცვლება მათთვის უკონტროლო ძალით. თუმცა ლაბორატორია 1918-მა მალევე დაკარგა პირვანდელი ფუნქცია და ნელ-ნელა გადავიდა განსხვავებულ პოლიტიკურ რელსებზე, რაშიც იგულისხმება, რომ ისინი გახდნენ სოსტეკების ახალგაზრდული მოძრაობა. სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ ჩნდება შემდგომში შედარებით სუსტი, მაგრამ მუდმივ მოქმედი ოპოზიცია, რომელმაც არჩია განსხვავებული ტაქტიკა, ბრძოლა სისტემასთან და არა ადამიანებთან. მთავრობის ცვლილების შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობა დიდად აღარ დგას ხელისუფლების ინტერესებში, რასაც ყველამ ხედავთ. ამიტომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა კმარელებმა, მათთვის ცნობილია მობილიზებული სტუდენტების ძალა, დაიწყო მესამე და მეოთხე პირებით თვითმმართველობის ოპოზიციის ფორმირება. აღადგინა ძველი კონტაქტები მანამდე არსებულ ოპოზიციასთან და შექმნა კოალიციური სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის სახით. მათი გათვლა ემყარება რამდენიმე მიზანს. ეს არის სტუდენტური თვითმმართველობების ჩანაცვლება თავის მიერ მართული ძალით და მეორე, პარალელურად ოპოზიციის მეშვეობით შეიქმნას არეულობის კერები სახელმწიფოში, სახელმწიფოს მასშტაბით. ეს არის საყდრისი, ტყიბული და ასე შემდეგ ნაცნობი ტაქტიკით მუდმივად უკმაყოფილო მუშების გამოყენებით, ეგრეთ წოდებული ფსევდოსოლიდარობით, მათი პოლიტიკური გავლენის გაძლიერება ხდება თავისივე შექმნილი ენჯიოების და მოძრაობების მხარდაჭერის საშუალებით. სწორედ ამით აიხსნება თვითმმართველობის წინააღმდეგ დაწყებული აქცია, თუ როგორ გადაიზარდა კანცელარიის წინ გამართულ დემონსტრაციად და საბოლოო ჯამში როგორ გადაიქმნა ეს ლოკალური პრობლემა, თითქოს და უმნიშვნელო დიდ სახელმწიფოებრივ თავსატეხად. განსხვავება ამ მთავრობას შორის ისაა, რომ ერთმა იცის როგორ აკონტროლოს სტუდენტური ძალა, ხოლო მეორე უკონტროლოდ ტოვებს არსებულ ძალას. კარგად და სწორად გაქმნილი აქციები, შესანიშნავი შეფუთვა, მედია და სამოქალაქო სექტორის მობილიზება. მოკლედ, საუკეთესო პიარი საქართველოში მხოლოდ კარგად დატრენინგებულ კმარებს ჩვენ შემიძლია. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი კარგად დაგეგმილია, კარგად დაგეგმილია ამასთანავე და კარგად ჩანს მათი ცალკეული პროექტების თავმოყრის ადგილი. რაშიც იგულისხმება კაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ თეთრი ხმაურის მოძრაობა, ფინანსური გამტარი, EMC, მწვანე მოძრაობები,
უმცირესობების უფლებათა დამცველი NGO-ები, სტუდენტური პროტესტი, დღევანდელი მიდგომები ბევრად უფრო დახვეწილი და ორგანიზებულია ვიდრე ჩვენ დროს. კლუბი ბასიანი შეკრების ადგილია. მოქმედი ნარკოპოლიტიკა ემსახურება მას, რაც ყოფნის ძალა თვალებში მიყვავს, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის კეთდება. მოქალაქეებს აგვახრობენ პოლიტიკური ცხოვრებიდან. სიცრუის დრო დასრულდა. თეთრი ხმაურის დროა. სადაც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ადამიანები ვითომ და შემთხვევით ეცნობიან ერთმანეთს. თან ივენთების ორგანიზება იდეალური გზაა ფინანსებისთვის. მოკლედ განვიხილავთ მთლიან სქემას და მომავალ ნაბიჯებს. სახელმწიფოს საყრდენი წერტილი, უშიშროება თავიდანვე დარტყმის ობიექტია. ადამიანი, რომელიც ასრულებს ესე მოდერნის ფუნქციებს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ოფიციალური თანამშრომელი, ODR-ის სისტემა ქვეყანაში არსებობს და მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ასეთი სისტემა უბრალოდ არსებობს. რამდენიმე უნივერსიტეტში ქართული სპეცსამსახურების გაშიფრვაც კი მოხდა. ბათუმელი ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებიდან ეგრეთ წოდებული ODR-ების გაყვანას, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების პრივილეგიების შეწყვეტას და მათ საქმიანობაში ჩაურევლობას ითხოვენ. დიდი ხანია მიმდინარეობს მუშებისადმი სოლიდარობის აქციები. პარალელურად ხდება ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერა. დარტყმა ხორციელდება განათლების სისტემაზე, რომლის რეფორმაც რთულია და დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ამ საპროტესტო ტალღას. შეტაკება მოხდა თბილისის მერთან, შესაბამისად იკვეთება სტრატეგიულად შერჩეული რამდენიმე ობიექტი. ყველაზე დიდი ქალაქის მერია, ყველაზე დიდი უნივერსიტეტი და სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ჩემი მთავარი სათქმელი შეიძლება ბოლომდე ვერ თქვი, მაგრამ ახალგაზრდები, მოგმართოთ თქვენ, ყველა მხარეს, არ გახდეთ манипуляციების მსხვერპლი და რაც ყველაზე მთავარია, ნუ იქნებით ბრმა იარაღი სხვის ხელში. კმარა ძველი გზით სიარული.